დეპარტამენტის უფროსის ვახტანგ წულაძის ინფორმაციით აპარატის თანამშრომელი ამავე უწყების ერთ-ერთ პირს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს. მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ დეპარტამენტის თანამშრომლები. ვახტანგ წულაძის განმარტებით ადმინისტრაციაში მოხსენებითი ბარათი შევიდა, რომელშიც ქალბატონი სექსუალური ძალადობის მცდელობაზე მიუთითებდა. წულადემ პროკურატურას იანვრის თვის დასაწყისში მიმართა. განცხადების ავტორს ტელეფონი გამორთული აქვს. უწყებაში განმარტავენ, რომ იგი ერთთვიან შვებულებაშია. დღესვე გახდა ცნობილი, რომ აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა არჩილ კუპრეიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. რატომ მიიღო გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად არჩილ კუპრეიშვილმა და რა ეტაპზეა უწყებაში მომხდარი ინციდენტის გამოძიება. მომდევნო გამოშვებაში ნახავთ. როგორც ეწერა იმ ახსნა განმარტებით ბარათში, მაგრამ მოხდა ეს თუ არ მოხდა, მე ამაზე კომენტარს ვერ მოგცემ. მქონდა მცდელობა, რომ ასთან დაემყარებია რაღაც სექსუალური კავშირი. მეტი არ ვფიქრობ. ამის გამო გაათავისუფლეთ ერთი. არა, არავის სამსახურიდან არ გამეთავისუფლებია, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, რომელიც რამოდენიმეჯერ თხოვდა, რომ დაუკმაყოფილდეს საბოლოოდ და წავიდა სამსახურიდან. ყველა სააკუპლება რომ სამსახურიდან წავიდეს ხო. მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით მეორე დღესვე ეს საკუთები იქნა გადაგზავნილი პროკურატურაში. ანუ ის ფაქტი, რომ ვიღაცა რაიმეს დაჭკმალვას, მიჭკმალვას ან დამალვას აპირებდა ჩვენი მხრიდან, ეს არის აბსურდი.